ისიც სიკვდილის წინ რამდენიმე წუთით, საათით, ადრე იწამებს და ღებულობს მას. რა ხდება ეს? ვინ იყო? მოდი, სანამ შეწოდებდა იუდამ, ვინ იყო ეს? ეს იყო ადამიანი, რომელიც საკუთარ ერზე ფიქრობდა. რატომ გაყიდა იუდამ? რატო ვამბობ ამას? თითოეულ ჩვენთაგანს ამის დაფიქრება გვმართებს. იმიტომ რომ შეიძლება საცდური იმდენად არის ყოველი ჩვენი ცხოვრების ყოველ ფეხის ნაბიჯზე, რომ ყურადღებით ვიყოთ, რომ არ შეგვემთხვეს მსგავსი რამ ჩვენს. მერტმა დაგვიფაროს. ნახეთ რას ვამბობ. რატო გაყიდა იუდა? მაცხოვარი. იუდა ელოდებოდა მიწიერ მესიას. იუდა ელოდებოდა იმ დიდების მქონე მესიას, რომელიც მოუტანდა მისივე ერს დიდებას და გაამეფებდა მთელ დედამიწას. ხომ არ გეცნობათ? ხომ არ გეცნობათ ვის ელოდებიან დღეს დიდი ამბით, თუნდაც თანამედროვე ებრაელები მესიას, მოშიახს და რანაირს ელოდებიან? ელოდებიან, რომ გამეფთებიან მთელ დედამიწას. და ვინ იქნება ეს სინამდვილეში? ანტიქრისტე, ღმერთის მტერი. და როდესაც დაინახა იუდამ, რომ ეს ძლიერიც არის, სასწაულებს ახდენს, ავადმყოფებს კურნავს, ავტორიტეტი მოიპოვა, მთელ სისტემას უპირისპირდება, ცვლის სისტემას. ეგრევე იფიქრა, რომ დადგა ჟამი ისრაელიერის გამეფებისა დედამიწას. ანუ მიწიერი მმართველობა, მიწიერი ძალაუფლების სწრაფვა ჰქონდა მას. საკუთარი ერის სასარგებლოდ. ესეც უნდა ითქვას. და როგორც კი დაინახა, რომ ეს ამას არ აკეთებს. დიდებით რო შევიდა ბზობაში, იუდა იყო ძალიან გახარებული. ბზობა დღეს დიდებით რო შევიდა იერუსალიმში. ძალიან გახარებული იყო, მოდისო, ჩვენი მეფე მოდისო, ეგონა. მიწიერი, რა თქმა უნდა, სინამდვილეში მეფე იყო და არის და იქნება. მაგრამ არა მიწიერი, ამას სოფლის არ არის ჩემი ძალაუფლებაო, პილატეს იქვე პასუხობს. აი დღევანდელ დღეს პასუხობს. ჩემი ძალაუფლება ამ სოფლის რომ იყოსო, ჩემი მსახურებიო, იბრძოლებენ ჩემ გასათავისუფლებლად. მაგრამ არა, აგრე არ არისო. იქაურია, იქითა ძალაუფლება. ზეციურ ძალაუფლების არის ნაცხოვარი. ამიტომ იუდამ აღარ მიიღო და ეს შემეშალაო და გადაწყვიტა გაყიდვა მისი. დავაზაკი რა ხდება? აი პარალელი მინდა გავაკეთო. ეს არის ადამიანი, ორიდან ერთ-ერთი. ერთი წარწდა, მეორე ცხონდა. აი, აქაც მივაქციოთ ყურადღება. ესენი, ეგრეთ წოდებული, ჟარგონით რო ვთქვა, პადელნიკები იყვნენ. ორივე დამნაშავეები და, კრიმინალი, დამნაშავე, ცოდვილი, რავი, და ესე მოიხსენიათ. მაგრამ როდესაც სიკვდილს ჩახედეს თვალებში და როდესაც მათ დაინახეს იქვე იყვნენ იესოსთან ერთად რო აღმოჩნდნენ. მას მყოფი მუდმივად ევედრება რაღაცას. ორივე ევედრებია. ფათაშორის ორივე რაღაცას თხოვს. ანუ ორივე ევედრება ღმერთს. ერთი რას ევედრება? ხო ხარ ქრისტეო და ან შენ თავს რასი ტანჯაო, ან ჩვენს რას ტანჯაო. გაგვიშვი, შენ თავს გაითავისუფლე, ჩვენს გავათავისუფლეო. რანაირი საცდური თხოვნა არის, როგორ გითხრათ, აი ადამიანი, რომელიც უნდა მოკვდეს, სადაც იცის. იძილია. და ბუნებრივად თითქოს არაფერი ამაში მიუღებელი, ხო? ადამიანს, რომელსაც ვთქვათ, პატიმრობაშია, ან სიკვდილი აქვს, ნიჟილი მithmet გათავისუფლება უნდოდეს, არაფერი აქვს მიუღებელი. ერთი შეხედვით, მაგრამ თავიდან მარჯვენა მყოფიც გმობდა და არანაირი პასუხს არ აძლევს იესო. არ პასუხობს. არც ერთ მათ თქმაზე და ნათქვამზე არც ერთი სიტყვა არ არის დაფიქსირებული. რეაგირებაც კი არ ჩანს სახარებაში. მაგრამ როგორც კი მარჯვენა მყოფი ეუბნება მარცხენას, შენო ამასო რატო ამბობ ეგრეო? ჩვენო ღირს, ვიმსახურებთ ყოფნასო და ეს უცოდველიაო. ეს არის უკვე აღსარების სინანული, საკუთარი ცოდვების გამო. რასაც შედეგად მოყვა საოცარი ფრაზა. ერთი წინადადება
რომელ წინადადებაშიდაც ჩატეული არის მთელი მწამსი. მთელი მწამსი მიერ წინადადებაში მომიხსენე მეუფალო, ოდეს მოყვიდე სუფევითა შენით. ესე იგი, ნახე რა არის ჩატეული. აღიარა რომ მის გვერდით იყო მესია. აბა რატო მომიხსენე უფალო, როდესაც კიდე რომ მოხვალ. აღიარა მეორედ მოსვლა, კიდე რომ მოხვალო. მომიხსენო ოდეს მოყვიდე სუფევითა შენითა. უდიდესი თავდაბლობა ჩადებული. ნახე, ახლავეო კი არა, მარცხენა დამეხმარეო კი არა და რამე. როცა მოხვალო, გამიხსენეო, გინდა თუ არა შეთერთად ვიყოთო, შეთერთად ვარ ახალაც, მაკაცები ვართო, ცოტა ესე ვამოგლეხურა. ესე კი არა. როცა გახსენდე, გამიხსენეო. რომ მოხვალო, როდესღაც თავდაბლობა და როდესაც მოხვიდე სუფევითა შენითა. მთელი მწამსი არის ამ ერთ წინადადებაში. მეუფეთ აღიარებს, მეორედ მოსვლას აღიარებს და ქრისტეს გადასაწყვეტი რო არის მისი ცხონება, ამას აღიარებს. ამის იქით რა არის რწმენა და ნახეთ იუდა ავაზაკი რა საოცარი ეს არის ორი პიროვნება რომელსაც სხვადასხვა ცხოვრება მაგრამ ფინალი აქვს კიდე აბსოლუტურად ერთმანეთთან განსხვავებული რა თქმა უნდა და კიდე ერთი პილატეზე მინდა გითხრათ ერთი სიტყვა კიდე გყალეთ მაგრამ რო კითხულობდი ახლა დღეს ხო სახარება ხშირად წავიკითხე ხშირად ვაკვირდები ხოლმე რატომ პილატეს ქვენდებას ძალიან გლეხურად ვიტყვი როგორ წვალობს რომ იესო გაუშვას აი მაიზღებულობს გადაწყვეტილებას იესო შეიპყრეს პილატე უნდა წარადგინეს პილატეს და უნდა გამოუტანოს განაჩენი აი რასა რაკეთებს რომ იესო გაუშვას რამდენჯერმე გადის გარეთ არაფერია დანაშაული შემოbrunდება რაღაცა თქვი აი როიცია ხოლმე თქვა ებიჭო რაღაცა ერთი რაღაცა რომ მოვეჭინო საფი გადმომიგდეო რა რო ეუნებია ხოლმე რა ძალიან გლეხურად ვამბობ როგორ ცდილობს რომ გაუშვას როგორ წვალობს როგორ ნერვიულობს მართალი კაცია იძახის არაფერი ცოდვა არაა გიძახის ან თავარი რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ზუსტად იცის რომ მისი დგას მართალი კაცი რომ მისი დგას სიმართლე და ჭეშმარიტება მისი დგას ადამიანი რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია და სამართლე რა უნდა ეკრე პილატეს რომ დაეცვა ის შეეწირებოდა ნახეთ აუცილებლად მოკვდებოდა ქრისტეს შეიძლება პირველი მოწამე ყოფილიყო ისე იყო უკვე აღელვებული ხალხი ეს უნდა მოეკლა მთავრებისა და საერო მმართველების მიერ ისე იყო ეს უნდა უკვე გადაჭერი გამოტანილიყო პილატე და აი როგორ ვთქვა თანამედროვე ნოტარიუსი უნდა დაემტკიცებინა წვალობს გაუშვას ვერ ახერხებს რამდენჯერმე ხდება და როდის ღებულობს გადაწყვეტილებას მისი ჯვარცმისას აი რო გააშოლტინებს რატო აშოლტინებს იმიტომ რომ ცემო გაიყვანა გაშოლტის გაიყვანს მერე დაინახა თავზე ადგას ეკლის გვირგვინი ეს ეკლები აღწერილი რო არის საშინელება უბრალო ეკალი კი არა დიდია ლურსმებით ეკალია და ძლამდე იყო ჩასული სისხლი დის გაფლეთილი სხეული გაიყვანა დაანახა და ეხვეწება ხალხს ეხვეწება რომ გაუშვათო არა ცოდვა გაუშვათო რატო გააშოლტინა იმიტომ რომ იმ ხალხს შეწოდებოდა და როგორმე მიიღო გადაწყვეტილება მისი გაშვების და პირიქით გამოუვიდა დამატებით ტყივილი მიაყენა დატაჯა დამატებით უასი და რო ეუბნება რომ მე მაქო ერთ სიტყვას არ ამბობ იესო ხო თავსაც არ იმართლებდა ერთი სიტყვა თქვიოთ მე მაქო შენი ძალაუფლებაო რომ ჯვარზე გაგაკრა მოკლა ან დაკტო ცოცხალ არა გაქვს ჩემი ძალაუფლება ზეგარდამო არის მოცემული აი რომ კარგის საუკუნეები დავიწყდებათ ადამიანებს ძალაუფლებაში მყოფებს გონიათ რომ მათი ისინი წყვეტენ რაღაცას გონიათ სინამდვილეში ღებულობენ გადაწყვეტილებებს თვითონაც იციან რომ აშავებენ და მერე ბრუნდება ქვეყანა და მერე თვითონ იმათაც ასამართლებს აი პილატეზე ვთქვი შეეწირებოდა
მაგრამ სინამდვილეში პილატე რა შეეწირა? იესოს შეეწირა მაინც. როდესაც გაიგო, მე რა ბუნტი მოყვა, არეულობა მოყვა და გამოიკვლიეს, იმის გამო გადააყენეს, რომ მართალი კაცი დაგიჟიაო. ყველა შემთხვევაში პილატეს განაჩენი გამოტანილი ჰქონდა, მაგრამ მან აიჩია რომელი სიმართლე ჯვარცმისთვის დაჟილიყო თუ სიმართლის დაცვისთვის დაჟილიყო. ეს გადაწყვეტილება მისი იყო. ხოლო გაეშვა თუ არა იესოს მისი აღარ იყო უკვე. მაგრამ სიმართლის დაცვისთვის დაჟილიყო თუ სიმართლის დაღჟისთვის დაჟილიყო. ეს უნდა იცოდეს თანამდებობის და ძალაუფლების მქონე ადამიანება, როდესაც მათ წინ არჩევანი დგება სიმართლე თუ იტყვის სიმართლეს და სიმართლეს დადგები დაიჟები, მაინც დაიჟები, ჩემო ძვირფასო. რადგან ეს არჩევანი დაგჭა, მიხვედი ამ არჩევანთან, მაინც დაიჟები. ამიტომ ჯობია დაისაჯო სიმართლის დაცვისთვის. ეს უნდა გახსოვდეს ძალაუფლებაში ყოფ ადამიანებს. და ერთი კიდე ჩემო ძვირფასო, როდესაც ქრისტე ჯვარზეა, მის წინ დგას იოანე მახარებელი, ღვთისმეტყველი და ღვთისმშობელი. იუბრუნდა ღვთისმშობელს და ეუბნება, აჰა ძე შენი, და იოანეს ეუბნება, აჰა დედა შენი. იქაც კი საოცარი ტკივილებში მყოფი 33 წლის ადამიანი, ხო, როგორც მამაკაცი, ხო, ტკივილები განიცადა სრულად, ხო, როგორც კაცი ყდება ჯვარზე, ხო, განხორციელებული, რა თქმა უნდა, ყდება. მაინც ფიქრობს დედაზე და ფიქრობს კაცობრიობაზე. როდესაც ეუბნება ღვთისმშობელს, აჰა ძე შენი, დაუტოვებს შვილს და მის მერე ღვთისმშობელი იოანე მახარებელთან ცხოვრობს. იესოს სიტყვის მიხედვით მასთან ცხოვრობს და როგორც შვილობილი ისე ყავდა. და როდესაც ღვთისმშობელს ეუბნება, აჰა ძე შენი, ამით ეუბნება მთელი კაცობრიობის მისამართით. ვინც მე მაღიარებს მესიად და შენ ღვთისმშობლად, აჰა ძე შენი, ანუ თითოეული ჩვენთაგანის მისამართით ანათქვამი, აჰა ძე შენი. და იოანეს ასეუნება და იოანეს სახით გვეუბნება ყველა ჩვენგანს, არათუ აწმყოში, არამედ მომავალში და ვის დაიბადება, აჰა დედა შენი. და იქაც კი ფიქრობდა მშობელზე, ასე რომ ყოველთვის გვაქვს ვალდებულება მშობელზე ფიქრის, ყოველთვის გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი მოვალეობა. და ერთად დალოცვილი გამყოფოთ, გაგახავრდეთ და გაგაზიაროთ უფალმა. ახლა დავიწყებთ სერობას, სადაც ავიკითხავთ ღვთისმშობლის გოდებას, ანუ ღვთისმშობლის დატირების ლოცვებს. ჩვენ თანარწმეთი.